ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ოფიციალური ვიზიტით შვედეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტი შეხვდა. ლიდერებმა ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ევროპასა და ინდოეთს შორის იანვარში ნიუ-დელიში ხელმოწერილი სავაჭრო შეთანხმება განიხილეს, რომლის საბოლოო გაფორმებაც წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. ევროკავშირისა და ინდოეთის ყველაზე მასშტაბური ორმხრივი შეთანხმება მსოფლიო ეკონომიკური წარმოების თითქმის მეოთხედს მოიცავს. შეთანხმების ფარგლებში ინდოეთი გააუქმებს ან შეამცირებს გადასახადებს ევროკავშირის საქონლის ექსპორტის 96%-ზე, ხოლო ევროკავშირი 7 წლის განმავლობაში ინდოეთიდან იმპორტირებული საქონლის 99%-ს ტარიფებს მოუხსნის. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია და ევროკავშირსა და ინდოეთს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ვაჭრობა განტოლების მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი საინვესტიციო შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს. სწორედ ეს აკლია ახლა ჩვენს გაძლიერებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ისეთ მსოფლიოში, სადაც მიწოდების ჯაჭვებით თავიდან ყალიბდება და ეკონომიკური უსაფრთხოება გამოწვევებს ისე გვიქმნის, როგორც არასდროს. საინვესტიციო კავშირების გაღრმავება კი რისკების შემცირებასა და დივერსიფიკაციაში დაგვეხმარება. ნიუ-დელიში ევროკავშირი ინდოეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პირველი დიალოგის შემდეგ თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაღრმავებთ, განსაკუთრებით საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით, სადაც ევროკავშირისა და ინდოეთის ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გავმართავთ. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინდოეთ-ევროკავშირის შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ევროკავშირის, ისე ინდოეთის ინდუსტრიებისთვის, ინვესტორებისა და ინოვატორებისთვის. მისივე თქმით, შეთანხმების, რომელიც ყველა სექტორს მოიცავს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებია. შეთანხმების შედეგად ჩვენი სტრატეგიული და ადამიანებზე ორიენტირებული პარტნიორობა უფრო გაღრმავდება. ინდოეთ-ევროკავშირის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერა. ჩვენ ერთად მუშაობთ ციფრულ ტექნოლოგიებზე, სუფთა ენერგიაზე, ნახევარგამტარებზე, მდგრადი მიწოდების ჯაჭვებზე, ასევე ინოვაციებზე. ინდოეთსა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული დაახლოება მნიშვნელოვანია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მეგობრებო, დღევანდელ გლობალურ გარემოში, რომელიც დაძაბულობით არის ახსავსე, მსგავსი მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შვედ კოლეგასთან ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და თავდაცვის მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების გეგმაზე ისაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა. ევროკავშირი, შვედეთი და ინდოეთი იმ უზარმაზარ პოტენციალს აცნობიერებენ, რომელიც პარტნიორობის გაღრმავებას მოსდევს, განსაკუთრებით ასეთ არაპროგნოზირებად სამყაროში. დღეს ჩვენ საერთო მიზნებს, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ სამოქმედო გეგმას ჩაუყარეთ საფუძველი. ვაახლებთ თანამშრომლობის არსებულ სფეროებს და ვაფართოვებთ მას ახალი მიმართულებებით, ინოვაციებით, ახალი ტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტით, კოსმოსისა და გეოსივრცითი ტექნოლოგიებით, რომლებიც მომავალს განსაზღვრავს. აქვე იგულისხმება, რა თქმა უნდა, განახლებად ენერგიაზე გადასვლაც. შვედეთში ვიზიტამდე ევროპული ტურნეს ფარგლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდებს ეწვია. მან ნიდერლანდებთან ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფორმების მიზნით სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი. შემდეგ ის ოსლოში ინდოეთ-ნორდიკული ქვეყნების მესამე სამიტზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს. ნარენდრა მოდი ევროპის ტურნეს 20 მაისს იტალიაში ვიზიტით დაასრულებს, სადაც იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონი შეხვდება.